მოგესალმებით, მეგობრებო. ჩვენ დღეს ვისწავლით თუ როგორ დაუკრათ ქურდი კაცის ბედი. რადგან იყო ერთ-ერთი ამის კომენტარი, რომ ამიხსნა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩამეწერო დღეს ეს ვიდეო. თუ რამე გაინტერესებთ, კიდე სხვა სიმღერები შეგიძლიათ დააკომენტაროთ და გვეცდები, რომ გადავიღო იმ სიმღერაზეც. მოდი დავიწყოთ ჯერ რითმის სწავლით. მარტივი რითმია, არაფერი განსაკუთრებული, მთელი სიმღერა ერთი და იგივე რითმი მეორდება. ესე იგი, რითმი გვაქვს ესეთი. ანუ ორი ჩაკვრა. მერე ამოკვრა, ჩაკვრა, ამოკვრა. თავიდან ორი ჩაკვრა. ამოკვრა, ჩაკვრა, ამოკვრა. და მეორდება თავიდან ბოლომდე, ანუ ორი ჩაკვრა. ამოკვრა, ჩაკვრა, ამოკვრა. ორი ჩაკვრა. ამოკვრა, ჩაკვრა, ამოკვრა. ან ნელა რო გავაკეთო. თავიდან ცოტა ჩქარა ორი ჩასვლა ამოსვლა ჩასვლა ამოსვლა ეხლა გადავიდეთ აკორდებზე რითმი სულ ის არის ესე იგი, რაც შეეხება აკორდებს, რთული აკორდები არ გვაქვს. იწყება AM-ით. ესე იგი, ესენი ხო ლადებია. პირველი ლადი, მეორე ლადი, მესამე ლადი, მეოთხე ლადი. პირველ ლადში გვინდა მეორე სიმი. და მეორე ლადში, აი ამ ლადში გვინდა მესამე და მეოთხე სიმები. ესე იგი, თავიდან პირველ ლადში მეორე სიმი, პირველ მეორე, მეორე ლადში მესამე და მეოთხე სიმები. AM აკორდი. შემდეგი აქედან გადავდივართ AM აკორდის მსგავსია, უბრალოდ ამთიც უშვებთ ხელს, ანუ AM ხო ესე გვაქვს. და უბრალოდ აი ამთიც გავუშვებთ. გამოდის პირველ ლადში მეორე სიმი და მეორე ლადში გამოდის მეოთხე სიმი. ესე იგი AM და მე ამას უშვებთ ხელს. შემდეგი აკორდი მოდის DM. DM რო ავიღოთ, პირველ ლადში გვინდა პირველი სიმი, ეგ. მეორე ლადში გვინდა მესამე სიმი და მესამე ლადში გვინდა მეორე სიმი. შემდეგ მოდის DM7 აკორდი. ეს რო ავიღოთ, ანუ DM ხო ესე გვაქვს აღებული. უბრალოდ ამთიც ვუშვებთ, აქ ვუშვებთ საერთოდ და ეს თითი რო პირველ სიმზე გვიდევს, პირველის ნაცვლად ვადებთ პირველ და მეორე სიმზე ორივეზე ერთად. ანუ ეს ხო არის DM. აი ეს. ამთიც გავუშვებ და ამას ორივეზე დავადებ. ანუ პირველ და მეორე სიმი გვინდა პირველ ლადში, ორივეთი ერთად უნდა ავიღოთ, ამ თითით და მეორე ლადში გვინდა მესამე სიმი. ესე იგი DM-დან რომ მარტივად გადავიდეთ, უბრალოდ ამთიც გავუშვებთ და ამთიც ორივეზე დავადებთ. შემდეგი აკორდი არის G, ოღონდ ამთიც არ ვიყენებთ. ანუ G აკორდი რო ავიღოთ, მესამე ლადში გვინდა მეექვსე სიმი და მეორე ლადში გვინდა მეხუთე სიმი. და ქვევით არ ვადებთ ამთიც უბრალოდ მარტო ეს ორი თითი. ანუ მეორე ლადში გვინდა მარტო მეხუთე სიმი და მესამე ლადში მარტო მეექვსე სიმი. აქვს ესეთი ხმა. ან თუ გინდათ ესეც შეგიძლიათ აიღოთ. მეხუთე ამ თითებით, მეხუთე და მეექვსე. მარტო ზედა ორი სიმია, სხვა სიმებს არ ვეხები. ამის მერე მოდის C აკორდი. C აკორდი რო ავიღოთ, პირველ ლადში გვინდა მეორე სიმი, მეორე ლადში მეოთხე სიმი და მესამე ლადში გვინდა მეხუთე სიმი.
შემდეგ აკორდი ეს არის B7. ეს რო ავიღოთ, არის ესეთი აკორდი. ან H7. ესე იგი, ეს ცოტა უცნაური აკორდია. პირველ ლადში გვინდა მე-4 სიმი, კი, პირველი, მეორე, მესამე, მე-4 სიმი. და მეორე ლადში გვინდა მე-5, მესამე და პირველი სიმები. ესე იგი, თავიდან პირველ ლადში გვინდა მე-4 სიმი, მე-4 და მეორე ლადში გვინდა მე-5 სიმი, მე-4 სიმი და პირველი სიმი. აი ეს პირველი. კარგად ივარჯიშეთ თითების დალაგება ამ აკორდზე და აიგებთ მარტივად. ამის შემდეგ გვინდა E7 აკორდი. E7 რო ავიღოთ, პირველ ლადში გვინდა მესამე სიმი და მეორე ლადში გვინდა მე-5 სიმი. ანუ პირველ ლადში მესამე და მეორე ლადში მე-5. და სულ ეს არის, მე უკვე ბრუნდებით ისევ AM-ზე და მეორდება თავიდან. ანუ თავიდან რო გავყვეთ AM-ი, ესეთი აკორდი. მერე AM-ის ვარიაციულ ჰამთიც უშვებთ ხელს. მერე DM-ი. მერე DM-ზეც ამას უშვებთ ხელს, ამას პირველ ორზე ვადებთ. მერე G, ოღონდ პირველს იმს არ ვხმარობთ, მარტო ეს ორი. მერე მოდის C. მერე ეს H7. მერე E7. და დავუბრუნდით ისევ AM-ს. ანუ რთული არაფერი არ არის, უბრალოდ ცოტა ჩაჯდომა უნდა და ძალიან მარტივად დაამოღავებთ. ეს აკორდებია სულ. ნუ, სიმღერის მიხედვით მე უკვე მარტივად ისწავლით, მთავარია აკორდების აღება და ამოღამა. აკორდების აღებას რო დაამოღავებთ და რითმსაც რო ივარჯიშებთ, მე უკვე დამახსოვრება მარტივია, მარტივად რო ისწავლით, ასე ვთქვათ. ეხლა ამის შემდეგ იქნება მთლიანი სიმღერის დაკვრა და აკორდებსაც რომ მივეჩვევით და მარჯვენა ხელისრითსაც რო კარგად გააკეთებთ. შემდეგ ჩართეთ ის ნაწილი მთლიან სიმღერას, სადაც უკრავ და ეცადეთ რომ იმ ნაწილს აყვეთ, რაც დაგეხმარებათ რო დაუკრათ უკეთესად, ასე ვთქვათ, რიტმში და დაიმახსოვროთ კარგად რომელი აკორდის მერე რა მოდის და რომელი რამდენჯერ მეორდება. ასეთია ქოროდი კაცის ბედი პადერაკი უკანონ დაზადევს მოდა დაცხოვრების ნახევარაზე მე